სანამ მომდევნო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ, მანამდე გთხოვთ ბავშვები ტელეეკრანებს მოარიდოთ. არის თუ არა მაგდა პაპიძე ქმრის და შვილის მკვლელი ამ კითხვას ხვალ 12 ნაფიცი მსაჯული უპასუხებს და ბოლო პერიოდის ყველაზე საზარელი მკვლელობის საქმეზე ვერდიქტს გამოაცხადებს. გადაწყვეტილებამდე 12-ვე მსაჯულს და სასამართლოს საბოლოო სიტყვით თავად ბრალდებული მიმართავს. ახლა ყველა სწორედ ვერდიქტის მოლოდინშია. მკვლელობის შემდეგ ორად გაყოფილი ოჯახის ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ მათთვის სასურველი განაჩენი დადგება. ქეთი ბრაჭული მუშაობდა თემაზე და ისახლა პირდაპირ ეთერში საქალაქო სასამართლოდან გვერდება. ხვალ 11 საათზე სწორედ აქ საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის საქმეზე საბოლოო დასკვნითი პროცესი გაიმართება. ასევე ხვალ ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გამოაცხადონ საბოლოო ვერდიქტი აღნიშნულ რეზონანსულ საქმეზე. მაგდა პაპიძე აღნიშნულ წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, თუმცა მიმდინარე კვირაში მოხდა მისი დაკითხვა, ის იყო ერთ-ერთი ბოლო და მთავარი მოწმე საქმეში. მისი ჩვენების დეტალები მედიისთვის ცნობილი არ გახდა, რადგან აღნიშნული დაკითხვის დროს სასამართლოს ხდომათა დარბაზის კარი როგორც მედიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის დაიხურა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ბრალდების და აღნიშნული მკვლელობის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვერსია არსებობს, თავად ბრალდებულიც კი არ ლაპარაკობს განსხვავებულ ვერსიაზე, სწორედ ამიტომ სიუჟეტის მომზადების დროს საკმაოდ გართულ და ბალანსის შენარჩუნება. საკმაოდ რეზონანსული საქმე 9 ტომს და 30-მდე სასამართლო სხდომას მოიცავს. აღნიშნული სხდომის ფარგლებში განიხილეს ათობით მტკიცებულება და ექსპერტიზის დასკვნა, ასევე დაიკითხა ბრალდების 64 მოწმე და დაცვის მხოლოდ და მხოლოდ 2 მოწმე. ხვალ ვერდიქტია საბოლოო გადაწყვეტილება და პასუხი მთავარ კითხვაზე არის თუ არა 25 წლის მაგდა პაპიძე დამნაშავე საკუთარი შვილისა და ქმრის მკვლელობაში, ვიდრე საბოლოო პასუხი და გადაწყვეტილება იქნება ჩვენ მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში გიჩვენებ და მოგიყვებით მიმდინარე კვირაში განვითარებულ მოვლენებს, სასამართლო სხდომებს და ასევე მაგდა პაპიძის ჩვენებას. საქმე ეხება შვილს, რომელიც დედამ ჯერ მუცლით ატარა, სიცოცხლე აჩუქა და 5 წლის შემდეგ ეს სიცოცხლე საკუთარი ხელით წაართვა. პატივცემულო მსაჯულებო, თქვენს წინაშეა ბრალდებული მაგდა პაპიძე. არ გიფიქრია ესეთი თუ დამაგებული მაგდა. ამ ხელებზე რო იყურები მაგდა ყოველ დღეს. რელიგიური გსურთ თუ არა რელიგიური? რელიგიური, რა თქმა უნდა. ბრალდებულმა ბიბლიაზე დაფიცება არჩია. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი. არჩია ასევე, რომ ყოფილიყო პროკურატურის და არა საკუთარი ადვოკატების მოწმე. ანუ როგორც ბრალდების მოწმე ესე დაიკითხებ. ესე გირჩევნიათ, ხო? პაპიძე 20 საათი იკითხებოდა. 3 დღის მანძილზე ჯერ პროკურორების, შემდეგ ადვოკატების, ბოლოს 12 ნაფიცი მსაჯულის 30 შეკითხვას პასუხობდა. მე დღეს ადამიანად ვარ დარჩენილი და გისასებზე რო ვარ ჩამოკიდებული ზოგჯერ და ვერ ვლოცულობ, ჩემს სახარებას აი ასე ვიშვერ ფანჯარაზე და ღმერთს ვაჩვენებ, რომ ლოცვა მინდა. პროკურატურის პირველივე კითხვა პროცესზე პაპიძის რელიგიური გრძნობების გულწრფელობას შეეხო. ბრალდება დაიჭვდა, ხომ არ ცდილობდა ბრალდებული მსაჯულებზე ბიბლიით ზემოქმედებას. თქვენ შესავალი სიტყვის დროს განაცხადეთ, რომ ყოველდღე ხვდებოდით მამაოს. ნუ ყოველ შემთხვევაში აქ ალბათ გულისხმობდით, რომ ინტენსიურად ხვდებოდით. რამდენჯერმე ნახე, მაგრამ ინტენსიურად ნამდვილად არ ხდება იქ მამა. რამდენჯერმე შეგიძლიათ დაგვიზუსტოთ, 2-ჯერ, 3-ჯერ? თუ უფრო მეტჯერ. ერთხელ ეზოშიც შემხვდა და მეთქი დამლოცა, მეთქი პროცესზე მივდივარ და ძალიან თბილად. საშელახსვლებიდან მივიღეთ პასუხი, რომ მაგდა პაპიძეს ნომერ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებიდან დღემდე ადმინისტრაციისათვის არ მოუმართავს სასულიერო პირთან შეხვედრის მოთხოვნით და მასთან სასულიერო პირის შეხვედრა არ განხორციელებულა. განსაკუთრებული ემოციით პაპიძე ნაფიცი მსაჯულების წინ 5 წლის ვაჟზე, თორნიკე ქაფიაშვილზე საუბრობს და იხსენებს დედის ყველაზე მგრძნობიარე მომენტებს. თორნიკეს კიჭები ისე ამოუვიდა, რომ სიცხე არ ქონია, არაფერი არ ქონია თოკოს. თორნიკეს პირველი მჩხილები რომ დავაჭერი, თოკოს რომ პირველი მჩხილები დავაჭერი და მინდოს ჭიქებში რომ მინდოს სად არის ეს მჩხილები. თოკოს რომ პირველი მჩხილები დავაჭერი და ვინახავდი და კაცი რომ გამიხდებოდა და მეჩვენებინა. პატასი რომ მჩხილები რომ დავაჭერი ჯერში და შევინახე სერვისში, პატარა ჭიქაში შევინახე და სად არის. ვინ გადაყარა და სად გადაყარა, ვინ დაინახა ჩემი შვილი მჩხილები.
გაზარდე, უჯერდელესი გაზარდე მე ჩემი შვილი. დედაშვილობის ცნება ჩემში უპირობოა განუსაზღვრელია და დედაშვილობაში 50 წლის ქალი კი არა. სოფლიო დედათა კავშირი კი არა. 9 შვილის დედა ვერ დამიდგება. რაც არ გინდა თავხედურად მითხრათ. ასევე ხაზს უსვამს, რომ ომარ ქაფიაშვილისთვის ის იდეალური მეუღლე იყო. ხელს გადამხოდა და ამბობდა ხოლმე მაგდა ჩემი მოკავშირეა, მაგდა ჩემი მარჯვენაა. ამბობენ რომ ომარი რომ მოდიოდა ბიჭებთან გადიოდა, აბა რა უნდა იქნაო. ომარი რომ მოდიოდა მარტო ჩემთან უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ენატრებოდა, იმიტომ რომ სუწასული იყო, იმიტომ რომ მინდოდა რომ ჩემთვის დაეთმო ის საღამო, ჩემთან მინდოდა რომ ყოფილიყო. ქონა დედაშვილი არ ხარ თუ ნაშიერებს გოძახდა ხოლმე ომარი და თორნიკეს რო ეთამაშებოდა და ჰაერში რო აისროდა ხოლმე ბორს, ჩემი ნაშიერიო თვითონაც ესე ეძახდა. არ ვიცი. ამ დროს დარბაზში ნაფიც მსაჯულთა ნაწილი ტირის. მას შემდეგ რაც პროკურატურის კითხვები ბრალდებულის მეგობარ მამაკაცს ოთარ ბერძენიშვილს და მასთან პირად მიმოწერებს ეხება, სხდომა ბრალდებულისვე მოთხოვნით იხურება. რით ახსნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც ის ოთარ ბერძენიშვილს წერს 2015 წლის 17 დეკემბერს, ანუ მკვლელობამდე 2 დღით ადრე, რომ მის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ციტირებას მოვახდენ, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, შენ რომ გისუნთქო. წერტილი. და ამავდროულად აყოლებს თავის ჩვენებაში იმას, რომ 12-19 დეკემბერს ოთარ ბერძენიშვილს დაშორდა. პატიმრობაში ყოფნისას ბრალდებულის ფსიქოპორტრეტის შესაქმნელად მაგდა პაპიძესთან ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა ჯგუფმა იმუშავა. ბაზობს ემოციური სიცივის შთაბეჭდილებას. თავი უჭირავს ხაზგასმით ზომიერად, დინჯად, თავდაჯერებულად, მომართულია საბრძოლველად და თავის უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ასეთია ფსიქოლოგიური პორტრეტი. იმ ქალის სამედიცინო პროფილი, რომელსაც საკუთარი შვილის და ქმრის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობას ედავებიან. მაგდა პაპიძე შეურაცხადი არ არის. ანუ სამედიცინო დასკვნამ დაასკვნა, რომ პაპიძეს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ზუსტად ეცოდინებოდა, რასაც აკეთებდა და სრულად გააცნობიერებდა საზარელი ქმედების, სიმძიმესა და ხასიათს. მას აღინიშნებოდა ისტერიული პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის, რაც ნიშნავს შერაცხადობას. ბრალდებულის პიროვნების გაცნობას სასამართლოსთვის თავის მხრივ სახელმწიფო ბრალმდებელიც ცდილობდა. პროცესზე ისაუბრეს მაგდა პაპიძის გემოვნებასა და საყვარელ ფილმებზე. განსაკუთრებული ყურადღება პაპიძის Facebook-ზე. მკვლელობამდე მის მიერ გაზიარებულმა კონკრეტულმა ფილმმა მიიპყრო. სცენარი იმ ქალზეა, რომლის ქმარიც საეჭვო ვითარებაში კვდება. თუ გქონიათ თქვენს Facebook გვერდზე გაზიარებული ფილმი, სადაც ქალს ქმარშვილი უკვდება, კი სანდრა ბაროკის მონაწილეობით. კი ბატონო, გითხარით მაშინ, აბა რაშინ არსად? მის თვალწინ გარდაიცვლება მისი მეუღლე, წამებში ვერ მიუსწრებს და ტრაილერი გაიტანს მის მანქანას და ასე მთავრდება. საკმაოდ ტრაგიკულია, მაგრამ ფსიქოლოგიური საყურებელი ფილმია. პროკურორი ირწმუნება, რომ პაპიძე გამოგონილ ჩვენებებს სოციალურ ქსელში გაზიარებული ფილმის სცენარის მიხედვით ყვებოდა. ბრალდებული დაჟინებით ისახეს, თორმე მისმა მეუღლე აიღო ბიტა, გავარდა და ბიტით თავი გაუხეთქა ვიღაც ადამიანებს. არის თუ არა ზოგადად ამ წიგნში, ამ ფილმში საუბარი ძალადობაზე და მათ შორის ბიტების გამოყენებით ხალხის დაზიანებაზე. არის და სწორედ მაგიტომ ვერ შევწერი. არის, ანუ ნანახი გაქვთ. კი ბატონო. პაპიძეს და პაპიძის ოჯახის წევრებს მის დას და დედას ბრალდება ჩვენების შეცვლას ედავება. თავის მხრივ პაპიძის ოჯახი გამოძიებას ჩვენებების გაყალბებას აბრალებს. ჩამოგია ჩვენებაში მითებულია, რომ მისი პირველი ეჭვი, როდესაც საკუთარი შვილისგან შემთხვევაში ლანა პაპიძისგან შეიტყო, მოხდარშესახებ იყო ის, რომ მაგდამ ხომარ ჩაიდინა. მაგდასთან და მიმართებაში მე უარყოფითი ჩვენება არ მიმიცია. ყველაფერს որ ფარავს ეს ფინდისო, მომსხო გამომჟღავდა ყველაფერი. მაგდა პაპიძისთვის კი ჯერ არაფერი გარკვეულა. ბრალდებულს აინტერესებს, რატომ აღმოაჩინეს ტახტზე სისხლი მკვლელობიდან 2 თვის შემდეგ და არა მკვლელობის დღეს. განსასჯელი ფიქრობს, რომ ეს მტკიცებულება გაყალბებულია. დივანს ზედაპირულად, ზედა მხარეს რაიმე სისხლის კვალი, თვალითქლული კვალი არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, იმ ეტაპზე გამოძიებს, ანუ შემთხვევის ადგილის დათვალების პირველად ეტაპზე, ეს სისხლის კვალი აღმოჩენილ არ ყოფილა. ეს ჩვენს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ფოტოებია.
ოთახი, სადაც გარდაცვლილი ქმარი, შვილი და ბრალდებული დედა ცხოვრობდნენ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ოთახში მაგიდის ქვეშ ომარ ქაფიაშვილის სისხლი აღმოჩნდა. მაგიდა იმ დივნის წინ დგას, სადაც პროკურატურის ვერსიით ქაფიაშვილი უროთი მოკლეს. ხილული სისხლი აღმოაჩინეს დივნის შიდა ფენებში, ასევე კედლის ერთ ნაწილზე. ომარ ქაფიაშვილის ფეხსაცმელები დაპოვნია მანქანაში. ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ თორნიკე ქაფიაშვილის დათვალიერებისას ყურის უკან აღმოჩენილია ნაჭდევი, რომელიც სავარაუდოდ ფრჩხილებით მიაყენეს. დედის მაისურის ბოჭკოები კი აღმოჩნდა ბავშვის მარჯვენა ხელის ფრჩხილებში. არც ერთი წუთი არ შემყარებია ეჭვი მაგაში, რომ მაგდა არ იყო უკულანი. არა შვილო, არა, მე არ ვიცი ვინ გავზარდე. დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ეგ ორი აზრი არ არის. უნდა იყოს გამომართლებელი განაჩენი. არაფერი მოლოდინი არ მაქვს, კარგი სმეტი. დედას ვიცავარ, თუ ცუდი მოლოდინი მქონდეს რა. 12 მსაჯულს ვერდიქტის დასადებად 24 საათი რჩება. ხვალ იტყვიან, დამნაშავეა თუ არა დედა შვილის და ცოლი ქმრის განზრახ წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში. ხვალ ვერდიქტი უნდა იყოს, თუმცა ვერდიქტამდე სასამართლომ თავად ბრალდებულის მაგდა პაპიძის საბოლოო სიტყვა უნდა მოისმინოს. ამის შემდეგ კი 12 ნაფიცი მსაჯული სათათბირო ოთახში გავა და მათ 3 საათი მიეცემათ იმისთვის, რომ ერთ პოზიციაზე შეჯერდნენ. იმ შემთხვევაში თუ კი პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდება, ჩაერთვება წამზომი, ანუ საბოლოო ჯამში ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილების მისაღებად 12 საათი ექნებათ. იმ შემთხვევაში თუ კი გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მაშინ უკვე სასჯელის ზომაზე უნდა იფიქროს მოსამართლემ. აღნიშნული ბრალი კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თუ კი მოვლენები სწორედ ასე განვითარდა და დადასტურდა მაგდა პაპიძის ბრალეულობა, აღნიშნული გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში, ანუ საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ ითვალისწინებს. ანუ აღნიშნული გადაწყვეტილება უბრალოდ ვერ შეიცვლება. მადლობთ ქეთი, ეს ქეთევან ბრაჭული იყო, რომელიც ბოლო პერიოდში